ოლიგარქი და მისი პროპაგანდისტები ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი აზრებისა და კონსპირაციული თეორიების გასავრცელებლად სცენაზე კვლავ ზაზა შათირიშვილი გამოიყვანა და Deep State-ად დონალდ ტრამპი გამოაცხადა. Deep State-ან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს აღნიშნავს წერილში შათირიშვილი და ამბობს, რომ თეთრი სახლის ლიდერი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი პატრონების დავალებებს ასრულებენ. წერილამდე იყო ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის კრიტიკა ტრამპის მიმართ, რის შემდეგაც ოცნებას ჰელსინკის კომისიის განცხადება დაეწია, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს, ამყარებს ურთიერთობებს ჩინეთთან და სხვა ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან და საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს რეგიონში. თემაზე ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე მუშაობს, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. სალომე, გისმენთ. წერილში, რომელიც ზაზა შათირიშვილის ავტორობით გამოქვეყნდა და რომელიც შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, დონალდ ტრამპი უკვე პირდაპირ Deep State-ის წარმომადგენლადაა შეფასებული. ანუ თუ ამ დრომდე ქართული ოცნება ცდილობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და Deep State, ანუ ძალა, რომელსაც ის ყველა ბოროტების სათავედ წარმოადგენს, ერთმანეთისგან გაემიჯნა, ახლა ქართულმა ოცნებამ ზაზა შათირიშვილის პირით გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპი პირდაპირ Deep State-ის წარმომადგენლად შეაფასოს და როგორც შათირიშვილი წერს, არანაირი Deep State-თან მებრძოლი ტრამპი სინამდვილეში არ არსებობს. ამას კი მოსდევს შათირიშვილის მხრიდან მძიმე ბრალდებების წარდგენაც ტრამპის მისამართით. ის ამბობს, რომ ახლა ტრამპი, ანუ Deep State, ცდილობს ქართული ოცნების მთავრობის დასუსტებას, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს და ამას აკეთებს იმისთვის, რომ როცა შესაბამისი დრო დადგება, მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს მაქსიმალურად გალახულ მდგომარეობაში იჯდეს. სწორედ ამ სიტყვას იყენებს ამ წერილში ზაზა შათირიშვილი. ამას კი მოსდევს მოწოდებაც ქართული ოცნების მისამართით. შათირიშვილი ამბობს, რომ ახლა ქართულმა ოცნებამ იმ დრომდე ვიდრე ტრამპი მოახერხებს Deep State-ის რებრენდინგს, ანუ მის გარდაქმნას, მისთვის სახის და არაშინა არსის შეცვლას, უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი მავნე ჯგუფები, როგორადაც ის აფასებს ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააქროს და მათი კრიტიკული ხმა ჩაახშოს. არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს. ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც Deep State დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ თავიანთი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ. რაც შეეხება ამ ფავრულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას, მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ-ს სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოკიდეს კისერზე. ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს. ცალმხრივი 15%-იანი სავაჭრო ტარიფები უწესეს 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ. აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ Deep State მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, Deep State-ის მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს Deep State-ს ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპის გამარჯვების ქულები დაწერეს? არა, ცხადია, ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც Deep State-ის ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან ამერიკის გაწმენდა ჰქვია. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი იმის მიუხედავად, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ზაზა შათირიშვილი ამ წერილით ბიძინა ივანიშვილის პოზიციას წარმოადგენს, მაინც ერიდებიან შათირიშვილის პირდაპირ კოპირებას და ისევ ძველ რიტორიკას იყენებენ, ანუ ამბობენ, რომ ისევ გულშემატკივრობენ დონალდ ტრამპს და გულშემატკივრობენ მას სწორედ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დაალგების მიმართულებით სასარგებლო ფაქტორები ქართული ოცნებისთვის არ იკვეთება, მათ შორის ამ ნიშნით არის საყურადღებო სწორედ ის წერილიც, რომელიც დონალდ ტრამპის სახელზე გაიგზავნა სულ ბოლოს ყაველაშვილის ავტორობით, ყოველ შემთხვევაში ავტორად, ამ წერილის ავტორად ქართულმა ოცნებამ სწორედ მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგინა. ეს წერილიც მანამდე კობახიძის მიერ გაგზავნილი წერილის მსგავსად უპასუხოდ დარჩა და ამ დრომდე შეერთებულ შტატებს შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელჩიც კი არ დაუნიშნავს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ფონზე მაინც ამბობენ, რომ მათ ისევ აქვთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგების იმედი და როგორც უკვე გითხარით, დონალდ ტრამპსაც, რომელიც ზაზა შათირიშვილმა საკუთარ წერილში პირდაპირ Deep State-ის აგენტად, Deep State-ის წარმომადგენლად დაასახელა, გულშემატკივრობენ ამ ძალასთან ბრძოლაში.
შემაშფოთებელი არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის გავლენები სოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას. გეგმა გვაქვს ყველაფრისთვის. დაგვეცანით თქვენი გეგმა, მაგალითად ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიტვირთება და ახალი ფუნქციიდან ახლა დავიწყებ გეგმის გასნობას თქვენთვის. დაველოდოთ, ალბათ შეიძლება ელჩის დანიშვნას ელოდებიან. ჩვენ გულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. პირველი ის დაპირება, რაც იყო ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის და მშვიდობა გვინდა უსურვოთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა თქმა უნდა, Deep State-ის დამასწრება. თქვით რომ ბატონო უნდა ისახოს, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ქვეყანაზე და ურთიერთობაზე. თქვით რომ ტრამპს გულშემატკივრობა ბატონო კახა და ზაზა შათირიშვილი ამ წერილში აღნიშნავს, რომ ტრამპიც, ვენსიც და მისი გუნდის სხვა ლიდერებიც წარმოადგენენ Deep State-ს და ცდილობენ არა მის დამარცხებას, არამედ მის რებრენდინგს. ამას ეთანხმებით? აი, ნახოთ, ვაკვირდებით პროცესებს, ხო? ანუ არ გამორიცხავთ, რომ ტრამპიც Deep State-ს წარმოადგენდეს? დაველოდოთ, ჯერ მთავარი დაპირებები, რაც იყო შესრულებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს და დავაკვირდეთ. 20 იანვარი გახსოვთ ბატონო კახა? გახსოვთ რა თარიღია 20 იანვარი? რა თარიღია, რა გინდოდა? თქვენს დაპირებაში იყო მნიშვნელოვანი თარიღი 20 იანვარი, როცა ამბობდით, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ ურთიერთობა გადაიტვირთება. რა დრო გავიდა 20 იანვრის შემდეგ? აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა, რაც იყო 20 იანვრამდე. რატომ გამოქვეყნდა ზაზა შათირიშვილის წერილი ახლა? ოპოზიციაში ამბობენ, რომ დროის შერჩევა შემთხვევითი არ უნდა იყოს, მათი ვარაუდით ეს უკავშირდება 10 სექტემბერს შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, კონკრეტულად კი ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ მოსმენას, რომელიც სწორედ საქართველოსა და შეერთებული შტატების უკვე პრობლემურ პარტნიორობას უნდა მიეძღვნას და რომელიც წინასწარვე ცნობილია, რომ გაჯერებული იქნება კრიტიკული გზავნილებით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს იმის გათვალისწინებით, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა ტრამპთან ურთიერთობა დაელაგებინა და ჩანს რომ ის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირზეც კი ვერ გავიდა. ახლა ქართული ოცნება ოპოზიციის შეფასებით ცდილობს იმას, რომ შტატები, რომელიც 10 წლების განმავლობაში იყო საქართველოს მთავარი პარტნიორი, მისი სუვერენულობისა და კეთილდღეობის გარანტორი, საქართველოს მოქალაქეებს ეროვნული ინტერესების მტრად წარმოუდგინოს. რუსი იდეოლოგიების კოდებს იმეორებს ბატონი შათირიშვილი, ეს ახლა პირველი არ არის, არც სამწუხაროდ იმედი უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი უკანასკნელი ესეთი ბოდუა გახავთ, რომელსაც ქართული ხალხი ესმის. ერთადერთი რაც ხელს უშლის ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების აღდგენას არის ივანიშვილი, რომელიც არის რუსეთის გავლენის აგენტი. ეს არის მიზეზი, რის გამოც მოხდა მისი სანქცირება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა ძალიან კარგად იცის ივანიშვილის ამ რუსული საქმიანობის შესახებ, ამიტომაც არავინ სხვა არ არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია ამერიკასთან და ვერ აღდგება ივანიშვილის პირობებში. რაც შეეხება ოცნების პროპაგანდას და ტყუილებს, რომ თურმე ისინი რასაც ჩვენ ჯერ კიდევ 20 იანვრის მერე ველოდებით და რა თქმა უნდა ეს არ მოხდა და ვერ მოხდება სამწუხაროდ, რომ თითქოს ისინი აპირებენ რაღაც ახალი ფურცლიდან დაიწყო ამერიკასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი დაპირება. ეს დაახლოებით გავს იმ დაპირებას, რაც ჩვენ გვესმოდა 1 წლის წინ, როდესაც თურმე ღირსებით მიდიოდა ოცნება ევროპისკენ. რა თქმა უნდა ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის დემოკრატიის მხარდამჭერი და დამავრცელებელი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმთან, როგორც არის დღევანდელი ოცნება, სტრატეგიულ ურთიერთობას სამწუხაროდ სანამ ეს რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, ამ ქვეყანასთან ვეღარ და აღარ გააგრძელებს. როდის გამოაცხადებენ უკვე ზაზა შათირიშვილის შემდეგ ქართული ოცნების ოფიციალური წარმომადგენლებიც დონალდ ტრამპს Deep State-ის აგენტად და შესაბამისად საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრად. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მხოლოდ ესაა გასარკვევი. ამ ნიშნით კი, როგორც ხელისუფლების რეჟიმის ოპონენტები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია მეგობარი აქტი, რომლის დამტკიცების პროცესიც ძალაშია და რომელიც ივანიშვილის რეჟიმს სანქციებით ემუქრება. ამ აქტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას მიიღებს დონალდ ტრამპიც, სწორედ მისი ხელმოწერის შემდეგ იქცევა ეს საკანონმდებლო ინიციატივა. კანონად ქცევის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებზე სანქციებს გაავრცელებს.